რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები უკვე დაიძნენ მსვლელობით და მიემართებიან პარლამენტთან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ის რუსთაველის გამზირზე. ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე აქ ბუნებრივია კეთდება პარალელები იმ გამოწვევაზე, რა გამოწვევის წინაშეც იყო ქვეყანა მაშინ, როდესაც რეფერენდუმით კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეებმა დაადასტურეს ის, რომ მათ სურდათ დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ მყოფი ადამიანები საუბრობენ, რომ სწორედ ამ დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხე ქართული ოცნება და ის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ატარებს. ისმის სხვადასხვა შეძახილები ბუნებრივია, მათ შორის არის მთავარი მოთხოვნები ახალი არჩევნების ჩატარება და პატიმრების გათავისუფლება. უფრო მეც ვეცდები მოქალაქეებს გავესაუბრო. გამარჯობა. თუ შეიძლება რომ გითხრათ მთავარი რის გამოც დღეს შეუერთდით და დღეს ასევე ელოდებით სალომე ზურაბიშვილსაც. რა მოლოდინები გაქვთ და რა არის თქვენი დაკვეთა? პირველ რიგში ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს, როდესაც ქართველმა ერმა გამოიღვიძა და მივიღეთ ასეთ რეფერენდუმი ჩატარდა და ხიად დეკლარირებულად გამოუცხადეთ ევროს დასავლურ კურსს. კი, ახლა კი დღეს ჩვენ ეს თითქმის დაგვაკარგვინეს ამ ხელისუფლებმა. ამიტომ მინდა რომ ჩატარდეს, ჩვენ ყველანი მოვითხოვთ რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, სადაც ლეგიტიმური მთავრობა მოვა სათავეში და ნორმალურად იცხოვრებს ქართველი ერი, ევროპულ მომავალს გაუმარჯოს. მადლობა, ვეცდები გადავინაცვლო უკან ტერიტორიაზეც და გაჩვენოთ ასე ვთქვათ მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობაც საკმაოდ ენერგიულად მიდიან, მაგრამ მოგესალმებით, თუ შეიძლება გკითხავთ თქვენს მოლოდინები დღევანდელი დღეს და მნიშვნელობა თქვენთვის რა არის? დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ვინაიდან დღევანდელ დღეს შედგა პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობა. მოლოდინი მაქვს ისეთი, როგორც რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობას აცხადებდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიადი, არავინ არ ელოდა თუ აი 33 წლის შემდეგ ისევ მოგვიწევდა ანალოგიურ წრეზე ტრიალი, მაგრამ საუბედუროდ ეს მოხდა და იმედია, რომ დღევანდელი დღიდან დაიწყება ქართველთა ერთობა, გაერთიანება, გამთლიანება და ქვეყნის აღმასვლა და გაყვავება. ეს არის მოლოდინი იმაზეც, რომ შესაძლოა კონკრეტული გეგმა იყოს წარმოდგენილი სამოქმედო. ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ, თქვენი მოლოდინები როგორია? იცით რა არის? გეგმები ბევრი არსებობს, ჩვენს გვაქვს ჩვენი გარკვეული გეგმები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა აი ამ უღრმესი პოლიტიკური კრიზისიდან. ნახოთ, შევხედოთ რა იქნება წარმოდგენილი, ვიმსჯელოთ და რა თქმა უნდა ერთიანად უნდა მოუპოვოთ ჩვენს სამშობლოს საბოლოო გამარჯვება. მადლობა. აქციის მონაწილეები, როგორც გითხარით, მიემართებიან პარლამენტის შენობასთან. სულ რამდენიმე მეტრიღა დარჩა უკვე იმ ადგილს, სადაც დღესაც ტრადიციულად შეიკრიბებიან. ფაქტობრივად რუსთაველის გამზირი უკვე არის გადაკეტილი. მსვლელობით მონაწილეებს მოყვებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რაც შეეხება რესპუბლიკის მოედანს, საიდანაც დაიწყო დღეს მსვლელობა. შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით მეტი პოლიციელი იყო და იყვნენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ასე არარუსულ რეჟიმს ეს არის იბრძოლეს საქართველოს. ვეცდები კიდევ გავესაუბრო, მოგესალმებით, თუ შეიძლება თქვენი აზრიც მაინტერესებს დღევანდელი დღის მნიშვნელობა და თქვენი მოლოდინები როგორია და ასევე თქვენი დაკვეთა რა იქნება? ჩვენი დაკვეთა არის თავისუფალი დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო რუსეთის გარეშე. ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან ურთიერთობა მეგობრული, მეზობლური, მაგრამ არა დამპყრობლებს, არა ოკუპანტებს, არა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, უკანონო ხელისუფლებას. ელოდით რომ აი მაშინ როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რეფერენდუმი ჩატარდა და ისევ რაღაც თითქოს ამ წრეზე დაბრუნება არ ველოდით ნამდვილად. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება საქართველოსი, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ქართველ ერთად მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ არ გვეგონა რომ კვალ მოგვიწევდა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ უარი უთხარით რუსეთის იმპერიას და
დღესაც ვეუბნებით რუსულ რეჟიმს უარს. მადლობა. რუსთაველის თეატრთან გავჩერდით, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ასევე იკრიბებიან და ერთმანეთს აქციის მონაწილეები ამხნევებენ ტაშით. ეს არის მსვლელობა. მე ვეცდები გადავინაცვლო უკვე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთანაც, რომლებიც დაიწყებენ შეკრებას და შეუერთდებიან აქციას და ვეცდები მათთან გასაუბრებას. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენს კითხავთ. დღევანდელი დღის მნიშვნელობა, თქვენს კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც კიდევ ერთხელ იკრიბებით და თქვენი მოლოდინი და დაკვეთა, როგორც მოქალაქის ამავდროულად, რა იქნებოდა პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამ აქციებს უერთდებიან, ასე ვთქვათ. ჩვენ უნდა შევქმნათ კიდევ ერთხელ ერთობა იმისთვის, რომ თუნდაც ის ფრაზა, რომელიც ძალა ერთობაში, რომელიც ჩვენს გერბზეა, ეს გახდეს რეალურად ცხოვრებაში, მოქმედებაში მოყვანილი. ჩვენ უნდა დავანახოთ ერთობა იმისთვის, რომ მივახციოთ ჩვენს მიზნებს, რომელიც არის ახალი არჩევნები, დაუბრუნდეთ აუცილებლად ევროპულ ცივილიზებულ გზას, გათავისუფლდნენ ჩვენი ტყვეები, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები, რომლებსაც რა თქმა უნდა ციხეში არ დავტოვებთ და ჩვენ ყველა ძალას ვიხმართ მშვიდობიანს, რაც ჩვენს ხელში არის, იმისთვის რომ მივახციოთ ამ ორ ძირითად მოთხოვნას. მადლობა თქვენი დროისთვის. როგორც გითხარით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან, რაც შეეხება რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებულ მსვლელობას, მათი მონაწილეებმა, ასე ვთქვათ, გაჩერდნენ, ისინი მიესალმნენ და სოლიდარობა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ აქციის მონაწილეებმა და მთავარი მოთხოვნები არის ბუნებრივი ახალი არჩევნების ჩატარება და პატიმრების გათავისუფლება. რაც შეეხება უკვე რუსთაველის გამზირს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ბოლომდე არ მისულვართ, ხედავთ უკვე რომ ის არის გადაკეტილი, საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას პარლამენტის შენობასთან, როგორც უკვე ხედავთ, დაახლოებით პირველი სკოლიდან იწყება ადამიანების რაოდენობა, არის ბუნებრივია მოლოდინიც და ინტერესიც დიდი იმ განცხადებისა, რომელსაც გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, დღევანდელ აქციაზე არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც და ბუნებრივია ადამიანები, რომლებიც უწყვეტად მოითხოვენ ამ პერიოდის განმავლობაში ახალი არჩევნების ჩატარებას და შემდგომ უკვე დაემატა მოთხოვნა მას შემდგომ, როდესაც დააკავეს ადამიანები მათი გათავისუფლების. ასევე ხედავთ ადამიანებსაც, რომლებიც ავტომობილებიდან სოლიდარობას გამოხატავენ, უერთდებიან ყოფ ადამიანებს. თუ კი გვაქვს დრო, ვეცდები გადავინაცვლო ისევ აქციის მონაწილეებთან, მოქალაქეებთან, რომლებიც ამ მსვლელობას მოუყვებიან. მოგესალმებით. თუ შეიძლება გკითხავთ, თქვენი უერთდებით მსვლელობას, მნიშვნელობა დღევანდელი დღის თქვენთვის რა არის და თქვენი დაკვეთა რა არის ამავდროულად? ჩემი დაკვეთა არის ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს, თავისუფალი რუსული გავლენებისაგან და იმ ორბიტაზე დაბრუნება, რომლისკენაც მიისწრაფოდა ქართველი ერისმამები, როგორც არის ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ყიფიანი და ბევრი სხვა. მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ, შევინარჩუნოთ ეს გეზი და სულისკვეთება, რომელიც აღებული ქონდა ქართულ ერს. და მე ვთვლი, რომ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ შევინარჩუნოთ და არ გავხდეთ ამ ოლიგარქიული რეჟიმის ტყვე. მადლობა თქვენი დროისთვის. ასეთი აქციაზე აქციის მონაწილეთა განწყობა უკვე მივახლოვდით რუსთაველის გამზირს, საიდანაც უკვე ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გზა გადაკეტილი აქვს, ხედავთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს და ფარნები აქვთ ანთებული აქციის მონაწილეებს, ასე ხვდებიან ისინი უკვე რუსთაველზე მყოფ თანამოაზრეებს. რამდენიმე მსვლელობა არის დღეს და მსვლელობის მონაწილეები და აქციის მონაწილეები უпростоრად იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ.